დროა დღევანდელ ჰოროსკოპსაც გავეცნოთ და გადავავლოთ თვალი. ხუთშაბათს წარმატების პლანეტა იუპიტერი მართავს, შესაბამისად დღეს ბევრ თქვენგანს მიეცემა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. გარდა ამისა, დღეს თავი უნდა შეიკავოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რადგან ეს გარკვეულ უსიამოვნებებს აგარიდებთ, თავიდანო გვაფრთხილებენ. კიდევ რით იქნება გამორჩეული დღევანდელი დღე, ამას ჩვენი ეზოთერიკოსისგან მოვისმენთ სწორედ ახლა. დილამშვიდობის საქართველოს დღეს 6 მარტია, ხუთშაბათი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია. თუმცა დღეს ყველა პრობლემა, რომელიც ვერ გადაჭერით, თავს იჩენს. შესაძლოა გარკვეული კონფლიქტები ან რაღაც მოულოდნელად ცვალებადი სიტუაციები იყავით მეტად თავშეკავებულები და ფრთხილები. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებო, დღეს ენერგიულები ისევ იქნებით, თუმცა გაითვალისწინეთ, არ გარისკოთ და არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები, რადგან შესაძლოა პირიქით უსიავნება მოისდოთ ან რაღაც გარკვეულ უსიავნო სიტუაციაში გაეხვათ. გარდა ამისა, გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია თქვენს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გყავთ მეორე ნახევარი, რათა არ გამოიწვიოთ კონფლიქტი და არ გააფუჭოთ თქვენი ურთიერთობა. კურეებო, მეტი დიპლომატია და მოთმინება გმართებთ უშუალოდ კოლეგებთან ურთიერთობის დროს, რათა თავიდან აირიდოთ კონფლიქტური სიტუაციები. ძალიან კარგი იქნება თუ საღამოს გაატარებთ თქვენს ოჯახის წევრებთან ერთად და შვიდ სასიამოვნო გარემოში, რადგან შესაძლოა ზედმეტმა მუშაობამ და ვალდებულებებმა გადაგხალოთ და დაგჭირდეთ განტვირთვა და ენერგიის აღდგენა. რაც შეგეხებათ თქვენ ტყუბებო, შესაძლოა რომ გაიგოთ ახალი ინფორმაცია, რომელიც თქვენს სამომავლო გეგმებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. შეეცადეთ, რომ იყოთ ზედმეტად დაკვირვებულები, განსაკუთრებით საბუთებთან მუშაობის დროს, რადგან არის იმის ალბათობა, რომ გარკვეულ შეცდომებს დავუშვებთ. მოკლედ, დღეს აუცილებლად მოგეთხოვოთ ყურადღება და დაკვირვებულობა ყველაფერთან მიმართებაში. კარგი იქნება თუ დღის მეორე ნახევარს მეგობრებთან ერთად გაატარებთ. კითხებებისთვის დღევანდელი დღე კარგი არის ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, შესაძლოა ინვესტიციის განსახორციელებადაც კი. შეგიძლიათ, რომ დღევანდელი დღე გამოიყენოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე სრულნისთვისაც. გამოიყენეთ იმისთვის, რაც რეალურად გჭირდება და ის, რაც რეალურად პრიორიტეტულია თქვენთვის. ხოლო პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი მეორე ნახევრის მიმართ. გლომებო, თქვენი ლიდერული თვისებები დაგეხმარება წარმატების მიღწევაში. თუმცა აქვე აუცილებლად გაითვალისწინეთ. შესაძლოა გარკვეული კრიტიკა იყოს თქვენთან მიმართებაში. შეეცადეთ, რომ მშვიდად შეხედოთ და არ აყვეთ ემოციებს, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა პირიქით აპროვოციროთ ნეგატიური მოვლენები, შესაძლოა აპროვოციროთ კონფლიქტი, რაც უფრო მშვიდად შეხედავთ და არ მიაქცევთ ყურადღებას, მით უფრო მარტივად და წარმატებით ჩაივლის დღევანდელი დღე თქვენთვის. რაც შეგეხებათ თქვენ ხალწოლებო, დღევანდელი დღე კარგია ეს რუტინული საქმეების შესასრულებლად და ასევე ძველი დაგროვილი საქმეების დასასრულებლად. გარდა ამისა, საღამოს გატარება შეგიძლიათ თქვენს მეორე ნახევართან. შეგიძლიათ, რომ მოუწყოთ სიურპრიზი ან დაპატიჟოთ რომანტიკულ ვახშამზე. მოკლედ, საღამო ძალიან დადებითი და სასიამოვნო გელოდებათ. სასწორებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო იქნება. შესაძლოა, რომ ახალი ნაცნობები დაგეხმარონ წარმატების მიღწევაში. თუმცა ამასთან ერთად აუცილებლად გმართებთ სიფრთხილე. იყავით დაკვირვებულები და სწორად განსაზღვროთ, ვისთვის რისი თქმა შეიძლება. რაღაც მომენტში შესაძლოა უმჯობესი იყოს თავის შეკავება და ინფორმაციის არ გაცემა, რადგან შესაძლოა თქვენი ნათქვამი ინფორმაცია სხვა ბოროტად და სათავისოდ გამოიყენოს. მორიელებო, ეს დღე კარგი არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. შესაძლოა, რომ გარისკვაც კი იყოს თქვენთვის სასიკეთო და წარმატების მომტანი, თუმცა სწორად განსაზღვრეთ და სწორად იურთიერთქმედეთ კოლეგებთან მიმართებაში. რაღაც მომენტში შესაძლოა, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც გადადგამთ, სხვებზე ნეგატიურად აისახოს ან პირიქით რაღაც წინააღმდეგობაში მოვიდეს. ხოლო ის, რაც თქვენ სამომავლო გეგმებსა და მიზნებს ეხება, შეგიძლიათ, რომ სრულიად თავდაჯერებულად და მშვიდად იმოქმედოთ. რაც შეგეხებათ თქვენ მშვილდოსნებო, მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსებთან მიმართებაში. არ არის სასურველი დაუგეგმავი ხარჯების განხორციელება. არ არის სასურველი რაიმე ისეთი ნივთების შეძენა, რომლებიც მომავალში აღარ დაგჭირდებათ. კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებასა და სითბოს გამოიჩენთ თქვენი მეორე ნახევრის მიმართ, რადგან რაღაც მომენტში შესაძლოა ურთიერთობა დაიძაბოს, რაღაც გაუგებრობა გაჩნდეს, ხოლო თქვენი ყურადღება აუცილებლად გამოუასწორებს და სასიკეთოდ შეცვლის. დღის რქისთვის დღევანდელი დღეს გამოყენება კარგი არის ახალი პროექტების დასაწყებად. შესაძლოა, რომ კარიერაში მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები გელოდოთ, თუმცა შეეცადეთ, რომ სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები, რა არის თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანი. რაღაც მომენტში საქმეს დიდი დრო ჭირდება და თითქოს გავიწყდება თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი ახლობელი ადამიანები. შეეცადეთ დრო სწორად გადაანაწილოთ ისე, რომ არც ერთს არ მოაკლდეს თქვენი ყურადღება. მერწყულებო, მშვენიერი დღე არის ახალი იდეების გენერირებისთვის, თუმცა აქვე უნდა დავიწყებთ იმასაც, რომ უნდა იმოქმედოთ. კარგი იქნება თუ სანამ რაიმე ახალ ნაბიჯს გადადგამთ ან რაიმე ახალ მიზანს დაისახავთ, ჯერ ძველ საქმეებს დაასრულებთ და წესრიგში მოიყვანთ, რადგან ხშირ შემთხვევაში დაუსრულებელი საქმეები ხელს გიშლით იმაში, რომ ახალი ნაბიჯები გადადგათ და ახალი მიზნები დაისახოთ. მოკლედ, შეეცადეთ, რომ ჯერ ყველაფერი დაასრულოთ და შემდგომ დაიწყოთ ახალი ნაბიჯების გადადგმა. ხოლო რაც შეგეხებათ თქვენ თევზებო, დღევანდელი დღეს გამოყენება შეგიძლიათ ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. შეგიძლიათ, რომ მოაგვაროთ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც უშუალოდ მაგ მიმართულებას უკავშირდება. სასურველია, რომ ვალდებულებები დაფაროთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს ფინანსურ პრობლემებს იწვევს. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.